გამარჯობათ. გამარჯობა. შეგერგოს ლუკ. აი ხარ ნიკო მიყვარხარ ძალიან. ანუ რა მაინტერესებს წე? პირველი ბევრი კითხვა მაქვს, მაგრამ პირველი რა მაინტერესებს ქრისტიანს ადამიანს ღორის ჭამის უფლება აქვს თუ არა? სასწაულად. ეი კაცო. ძველი აღთქმა რო გძალავს? კი, მაგრამ ძველი აღთქმა იყო კონკრეტული ინსტრუქცია კონკრეტული ადამიანების მიმართ რა. აი, ახალ აღთქმაში არის უკვე განმარტებული ეს საკითხები, ანუ ქრისტე პირდაპირ ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ადამიანს ის კი არ შებილწავს, რაც პირში შედის, არამედ ისაც პირიდან გამოდის, ანუ ბოროტი გულის თქმები, ანუ ღმერთმა პირდაპირ აკურთხა ნებისმიერი საჭმელი, ანუ უწმინდურება და არ უნდა მივიშინოთ ადამიანებმა. ამ შემთხვევაში კონკრეტული რჯული მაგალითად აი მოსეს ის კანონები არ ათიმცნება, არამედ აი ის კონკრეტული რჯული რაც იყო, ხო, სინაის მთაზე რაც გადასცა უფალმა, როგორც ლევიანის მე-20 თავში ისე ეგ კონკრეტული კანონები იყო კონკრეტული ადამიანების მიმართ კონკრეტული დროის პერიოდში და თვითონ ეგ რჯული მოიაზრებდა ამ რჯულს მერე ასრულებას, ანუ აღსრულებას საბოლოო ჯამში და ახალი რჯულის მოცემას, რაც ხო ახ მერე ახალ აღთქმაში გალატელთა მე-6 თავის მეორე მუხში, რომ ჩვენ უკვე ქრისტეს რჯული გვაქვს ახალი, ანუ ის რჯული არასრულყოფილი იყო დროთა განმავლობაში. ხონდა კონკრეტულ ხალხს და მერე ეგ რჯულის წინასწარმეტყველებდნენ მესიაზე, ეგ მესია მოვიდა და შემოხსა ახალი საბოლოო რჯული. და რატო ქონდა აკრძალვა იმ ხალხს? ანუ მაგალითად წმინდა მამები როგორც განმარტავენ მათ კონკრეტულ მუხს, მაგალითად მე მაქვს წაკითხული წმინდა მამების განმარტებები, რომლებიც განმარტავენ საერთოდ სხვანაირად, ვიდრე ახლა შენ რასაც კითხულობ კონტექსტში, მაგალითად იქ არის ასევე ჩლიქ გაპობილზე და ჩლიქ გაუპობილზე საუბარი თუ გახსოვს, აი ეგ მუხლი. ხო გახსოვს ამ შემთხვევაში წმინდა მამები ზოგი თვლიან, რომ ეს ჩლიქის გაპობა და ჩლიქ გაპობა, ანუ საღვთისმეტყველო ენაში დახელოვნებას და ამ შემთხვევაში ღორი კი როგორც ხორცი კი არ იგულისხმება, არამედ არის რაღაც სიმბოლური ენა, რომელიც რაღაც მაგრამ მე ვთვლი, რომ ამ შემთხვევაში კონკრეტული ინსტრუქცია იმიტომ მისცა ღმერთმა, რომ ალბათ მათი ჯანმრთელობიდან გამომდინარე, ალბათ იმ პერიოდში ჯანმრთელობისთვის საზიანო იქნებოდა, რომ აი ხორცი ეჭამათ. მაგრამ ნუ წმინდა მამები ზოგი არ დამეთანხმებოდა ამაზე, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში რაც არ უნდა იყოს ფაქტია, რომ აი კონკრეტული ადამიანების მიმართ მიცემული სპეციფიკური რჯულია რა. ნუ რეალობაში დღევანდელი მდგომარეობითაც ღორს თუ ლაბორატორიულ კვლევებს არ ჩაუტარებ, ღორის ჭამა არ შეიძლება, დღესაც არ შეიძლება. ვინ თქვა რომ არ შეიძლება, კარგად თუ შეწყობ შოუ. ზოგადად მე გეთანხმები იმაში, რომ დაავადების გადამტანები. ქათმის ხორციც არის ეგრე დაავადების გადამტანი, ძროხის ხორციც არის თუ გარედან კარგად არ შეწვავდა, ნებისმიერი ხორცი არის დაავადების გადამტანი. აქ შეწვაზეა თან. არა, აი რაში გეთანხმები, იცი, მე მინდა მოდი დაგეთანხმო. მაგალითად მე ღორის ხორცს ჭამ ხოლმე, პირდაპირ ვიტყვი. მაგარი გემრიელია. მაგრამ გეთანხმები, რომ ზოგადად აი რაღაცა ხორცები რო ავიღოთ, ყველაზე სარისკო რო ჭამო არის ღორის ხორცი. ბაზარი არ არის პრობლემა. მაგას ეგრეა, რაღაცა იმიტომ ეგრძალება მაგალითად მე როგორ მე მუსლიმანი ადამიანი ვარ და მუსლიმანი ადამიანს იმიტომ ეგრძალება, რომ ანუ ძალიან დიდი დაავადების გადამტანი იყო და მაგის გამო აიგზალა ერთად მნიშვნელობა მაგის. ეგრე ამბობს ალა. ადრე არ იცოდნენ კარგად გაკეთება. თან არც იყო გამოკვლეული შესაბამისად, ამიტომაც იყო უფრო მეტი ანუ უფრო დიდი რისკის წინაშე იყვნენ მაგ დროს ადამიანები. დღევანდელ დღეს რო გამოეკულიეს ნახეს ეს ღორის ხორცი რა არის და მიხვდნენ იმას, რომ შიგნითაც კარგად უნდა შეიწვას, რომ ყველანაირი ბაქტერია და ასე ვთქვათ მიკროორგანიზმი რაც აქვს, რომ განადგურდეს, შესაბამისად აღარ არის საშიში. თუ კარგად შეწვავ ღორის ხორცს, რომ შიგნითაც მეაღწიოს 100 რაღაცა გრადუსს, ზუსტად არ მახსოვს, ყველანაირი მიკროორგანიზმი, ბაქტერია მოკვდება და სრულიად უსაფრთხო არის ღორის ხორცის ჭამა. ქათმის ხორცი შემდგენია თავარს რა ამ დიალოგში რაღაც მინდა რომ თქვა. და მაგალითად მე პირადად წლების განმავლობაში არ ჭამდი ღორის ხორცს რა. და ღორის ხორცი თუ არ გინდა რომ ჭამო, ხო იცი რომ მაგის გამო არ არის აუცილებელი რომ მუსლიმი იყო ისედაც არ ჭამო, ხო გაცალებს. წლები არ ჭამდი ღორის ხორცს, მაგრამ მუსლიმი არ ყოფილა. არ გრადუსზე არ ყვდება. კი ბატონო, ეხლა ნუ ღორის ხორცი რამდენად სასარგებლო, რამდენად უსარგებლო, ამაზე ძალიან დიდხანს არ ვიდაო. და რაც ამ
გადავხსნი რომ ანუ ახალი აღთქმით არის ნებადართული ძველი აღთქმით არა. ანუ როგორ არის იცი რომ აი ახალი აღთქმის რაღაცა კონკრეტული რჯული არსებობს, ანუ ისეთი რჯული, რაც ანუ აშკარად მიესადაგება კონკრეტულ ადამიანებს, ან სპეციფიურ საზოგადოებას. ებრაელებს მაგალითად აი ჩაქოლვა, მაგალითად აი რო უნდა ჩაეკოლოთ მრუში დედაკაცი და მრუში მამაკაცი, ანუ ჩვენ რა თქმა უნდა ქრისტიანებს უკვე მას შემდეგ რაც აღსრულდა ახალი აღსრულდა რჯული უკვე აღარ გვაქვს ხო ეგ რჯული ძველი რჯულიდაც ებრაელებს ჰქონდათ, იმიტომ რომ მაშინ როგორი რაღაც იყო იცი რომ ღმერთის მორწმუნეები იყვნენ კონკრეტული ერი, ანუ ებრაელები მათ ამდათ როგორც მარტო ისინი მიყვებოდნენ რეალურად ჭეშმარიტ ღმერთს და მერე როგორც ყურანი ადასტურებს ამას მერე მოხდა ის რომ ანუ რეალურად ანუ ამ კონკრეტულმა ადამიანებმა მესია განკაცებული ღმერთი რომელიც მათთან მივიდა რეალურად არ მიიღეს და რეალურად მოხდა ის რომ ღმერთმა საკუთარი საბოლოო გეგმა რომ ყველა ადამიანისთვის უნდა მოეხმო რეალურად და ღმერთი არ არის მიკერძოებული მარტო ებრაელების მიმართ და ღმერთი ყველასია ეგ აღასრულა თავისი მოსვლით ხო გესმის რომ ანუ აი წინასწარმეტყველები რასაც წინასწარმეტყველებდნენ ეგ აღასრულდა და მე გვაქვს ახალი რჯული, ამიტომ იმ ძველი რჯულის კონკრეტულ წესრიგს და კანონებს ჩვენ აღარ ვართ ვალდებული რომ მივყვეთ რა პირდაპირ ეს ვალდებულება მოხსნილი. ანუ ძველი აღთქმის გარეშეც ანუ ქრისტიანმა შეიძლება იცხოვროს? ძველი აღთქმა კი არა, თუმცა ახალი აღთქმა არ ქონის წაკითხული საერთოდ, მაინც შეგიძლია რომ ქრისტიანი იყო თეორიულად, მაგრამ ნუ ხო, ის ყოველ შემთხვევაში შენ რომ ანუ რაღაცეები გჭირდება მაგალითად ძველი აღთქმიდან, ანუ მაგალითად შენ რომ ქრისტიანი გახდე და აი მაგალითად ეს რაღაცას რომ ამბობ რომ ისა რა ქვია ციტყვაზე თქვა ეს რაღაც ანუ ქრისტიანი გახდი და ქრისტეს ღმერთობის გწამს და მე ქრისტიანობის სახარებაში ესეთ რაღაცას მოწაფეებს ეუბნება რომ უკვე მკვეთრით აღდგა რომ მივდივარ ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან ვიღაც რო კითხოს მუსლიმმა ან იეჰოვას მოწმე რომ ჩემს ღმერთთან ამბობს ვაღერ იესო და ამიტომ იესო ღმერთი არ არისო მაგაზე პასუხი რო გასცე იდეაში გჭირდება ძველი აღთქმა იმიტომ გჭირდება მაგალითად იერემია წინასწარმეტყველი რომელიც წერს რომ ღმერთი არის ყოველი ხორციელის ღმერთი და რადგან იოანეს სახარებაში ანუ ახალ აღთქმაში წერია რომ დასაწყისში იყო სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა და მე მე-14 მუხლში წერია რომ სიტყვა იქცა ხორცად უკვე არანაირი გასაკვირი არ არის რომ ხორცად რადგან იქცა მას ღმერთი ყავდეს იმიტომ რომ მას ადამიანური ბუნებაც ჰქონდა ხო ეს ღმერთი იქცა ხორცად ამიტომ რაღაცები გჭირდება ან დაბადებას გირჩევ რომ წაიკითხო რაღაც მაგრამ თუმცა ახალი აღთქმა რო იკითხო ანუ აი სულ რო ახალი აღთქმა იმეორო რავი ძალიან ბევრს გაიგებ ისე რომ ანუ არ შეგექმნება პრობლემა არანაირი და ძველი რომელი უკვე მაინც ხოვის და კიდე რა მაინტერესებს ანუ როგორ უნდა გავეხმარო რაღაცა იცი ანუ ბიბლია არის დაწერილი დაახლოებით მე-3 საუკუნეში ხო ბიბლია დაწერილი მე-3 საუკუნეში არა ყველაზე ძველი ახალი აღთქმის მანუსკრიპტი ფრაგმენტები რაც გვაქვს არის 70 წელს დაწერილი იოანეს სახარების რაღაც ფრაგმენტები როგორც მახსოვს მუზეუმში არის ეგ შენახული და თან მე იოანეს ხო ნუ კაი ეგ ერთია მაგრამ მე ყოველდღიური ბიბლია რაც ვინც ქრისტიანი რაც უდენს ყოველდღიური ბიბლია 70 წლის რატომ ამბობთ ისე რომ 70 წლის იყო ანუ გადაწერილი იყო წარმოიდგინე ადრე უნდა ყოფილიყო დაწერილი შეიძლება უფრო ადრინდელი ანუ დაახლოებით ეგრე ვარაუდობ ყოველ შემთხვევაში 70 წელს ეგ მიან ვერ იქნება ფიზიკურად მაგიტომ ამბობთ რა და იდეაში აი ბიბლიის გვაქვს აი მკვდარის გაგრილები მანუსკრიპტები ის P41 და P66 და Q11 ანუ ის ისტორიული დოკუმენტები აი 5800 ხელნაწერზე მეტი ბერძნული დოკუმენტი რომელიც არის მე თემატურ უნისონში ერთმანეთთან თანხვედრაში მოგეს სხვადასხვა პიროვნებების მიერ დაწერილი სხვადასხვა დროს აი მაგალითად სიტყვაზე კითხულობ ბიბლიას წაიკითხე სახარება აი ვარაუდობენ რომ მარკოს სახარება პირველი სახარება მე ვფიქრობ რომ მათ ისე არ აქვს ამას მნიშვნელობა აი სახარებას კითხულობ მე არის ეპისტოლეები მაგრამ რეალურად ეპისტოლეები უფრო ადრეა დაწერილი ვიდრე სახარება ანუ თან 1-9-8 წლით ადრე იმიტომ რომ მაგალითად პავლე მოციქული კორინთოში ახსენებს კონკრეტულ მმართველს რომელიც მმართველობაში იყო 50 წელს ამიტომ 50 წელს უკვე უნდა დაეწერა პავლეს და თუ მარკოზე ვარაუდობენ რომ 60 წელს დაწერა პავლეს უფრო ადრე დაუწერია ეპისტოლეები ვიდრე სახარებები რა ამიტომ ანუ ხო გესმის ანუ პირდაპირ იწერებოდა ბიბლია იოსე როცა იყო პირდაპირ იწერებოდა
პირდაპირ უშუალოდ ის ნაწერი გვაქვს, ხო? ხო, ანუ აი იესოს თვითმხილველების მიერ, აი ეგ მათე, იოანე და თვითმხილველების ნაცნობების, ვინც თვითმხილველებს უშუალოდ იცნობდნენ და იესო იცოდა მათი კონკრეტული აღწერა ისტორიული დოკუმენტები. და იაკობი ასევე თვითმხილველი იყო. მე რაღაც ვიცოდი მე-13 საუკუნით არ იღდებოდა ეგრე ვიცოდი, მაგრამ შეგვიძლია ყდარის ზღვის გრაგნილებს. ნუ ეგეც ცოტა ადრე არის გრაგნილები ეგენებოდა. გულისხმობს უშუალოდ ბიბლიად ჩამოყალიბებას რა. კანონს. კანონი შეიძლება უფრო, ანუ ნახე არა, ნახე, როცა ბიბლიის წიგნები გააერთიანეს და გადმოგვცეს კანონიკურ და არაკანონიკურად, ხო, მაგას. ანუ ნახე, ანუ როგორი თემა იცი, ეხა სიტყვაზე ყურანი გახშენ, არა, ერთი წიგნია. ბიბლია ესე არ არის. აი ყურანში არის სიტყვაზე 114 თავი, 114 სურა. ბიბლიაში არის 1199 თავი. აი ბიბლიის ერთი წიგნი, რაღაცა ერთი წიგნი არის, ესაია სიტყვაზე არის ყურანის ხება. ერთი წიგნი ყურანზე დიდია, მარტო ერთი წიგნი. ამიტომ ანუ მთავარია გაიგო რომ აქ არ გაქვს ერთი წიგნი, გაქვს ანუ 39 ძველი ახლა ჩვენ მართლმადიდებლებს ცოტა მეტი გვაქვს, მაგრამ სიტყვაზე ანუ ძირითადად 39 ძველი ახლა და ახალი 27, წარმოიდგინე 66 წიგნი არის რა. მოგურე მე როგორც მუსლიმ ადამიანს ერთი წიგნი გადმოვცემ მთლიან იმას და რა შეჭirdება ქრისტიანს პირობითად 39 რა არ არის გადმოცემული. ვერ გადმოგვცემს. რა აკლია პირობითად ყურანს. რაც ვერ გადმოგვცემს. აი მაგალითად აი ყურანის 33 თავის 37 მუხლში კონკრეტული პიროვნების სახელი ვინც არის, მაგაზე ვერ მეტყვი ვინ არის თუ ჰადისები არის. ან ყურანში რამდენი თავია, ეგ არიცი თუ ჰადისები არის, ან ყურანში რო 114 სურა ჰადისი რამდენია? აი ჯამში. ჰადისი არ ვიცი რამდენი, მაგრამ შეხო იცი რომ ყურანში 114 სურაა, საიდან იცი? ჰადისებს თუ არ გადავლებ თავს, ან ადამის ცოლს აერქვა ვინ არის, საიდან იცი? აი რაღაცა მუხლებია, მაგრამ 39 თავში, რომაელები დაამარცხეს, ვინ დაამარცხა? სად დაამარცხა? არ იცი ეგ თუ ჰადისებს თვალს არ გადავლებ. ხო ეს ანუ მაინც გჭირდება ყველოვანია ჰადისები რომ რაღაცა ყურანმა რო რაღაცას ნუ ძირითადი კითხვა რა მქონდა იცი? ანუ ეს 10 ცნებაში არის ესეთი განმარტება რომ არ კერპს ქმნა. კონკრეტულად ასე წერია. ვუპასუხებ ამაზე რა. ანუ ჯერ კერპი რა არის? ხოლო განმარტება რა არის? კერპი აქედან დავიწყოთ რა არის? კერპის განმარტებას ვეთყვი და მე აი წაიყვანე საუბარი. კერპის განმარტება არის ფიზიკური ობიექტი საგანი, რომელსაც ადამიანი გლეხურად რო ახსნა რა. ხო, აი ფიზიკური საგანი, აი ძალიან მარტივად ფიზიკური საგანი, რომელსაც ადამიანი თulis რომ თვითონ აი ამ ფიზიკურ საგანს აქვს ხვაებრივი ძალა, ანუ საგანს რო აღმერთებს რა. ანუ ადამიანის მიერ არის შექმნილი, ხო? ეს არის კერპის განმარტება, ნუ ჩემი დეფინიცია. აი მე გეუბნები ხო, ჯვარი ხო ადამიანის მიერ არის შექმნილი, შე რაც კიდევ კონკრეტულად მაგრაც რა კიდევ. კი, რა თქმა უნდა. და მაგის წინ რო ლოცულობს ქრისტიანი ადამიანი, ეგ რასთან არის ლოცვა? არა, მე არ ლოცულობ ამის ანუ მე შეიძლება კონკრეტული ადამიანი შენ არ ლოცულობ, მაგრამ მე ვიცნობ საზოგადოებას, სამეგობროა ვიღაცები არის, კონკრეტულად ჯვარის წინ დგება და ლოცულობ, ხო? ანუ აი როგორი თემა იცი, ახლა მე ყველა ოთახში ჯვარი მიდევს, იდეაში ყველავანი შეგნი მიწევს ლოცვა, მაგრამ ანუ მე რა გითხარ იცი რომ მე ანუ არ მივდივარ მაინც ან ჯვართან, ან ხათთან საოცარ მე ლოცულობ. ორი წამი. ასეთი კითხვა მაქვს. თქვენს მექაში რო ის შავი კუბი დგას, ეგ ხო ადამიანის ქმნილებაა და მაგის მიმართ რატო ლოცულობთ მაშინ? მოიცა შავი რა დგას? ქააბა რო დგას ბუდიშის სახელი დამოიწყა, მაგის მიმართ რატო ლოცულობთ? კარგად შეხედულია რომ მოიდე მაგ საკითხში და ნახე რაღაცა მოხდა. ნახე მეგობრო რას გიხსნიცი რომ მაგალითად ეხლა აი ამ საგანს რაც მიდევს მაგიდაზე ამას არ აქვს ეგ დანიშნულება ეთყობა ვიღაცამ არასწორად იცის და იმან მე გითხრა შენ არასწორად რომ მე ამაზე ვილოცო ანუ მე შემიძლია რომ ვილოცო და ვიზუალიზაციის საშუალებით რაღაცა აი მაგიტომ ანუ ამაში არის პრობლემა მაგრამ ლოცვისთვის მე არ მჭირდება არანაირი საგანი ახ სადაც გინდა ჩამაგდე აი სადმე დამარხე თუ გინდა იქაც ვილოცება არ მჭირდება არაფერი საგანი ანუ ქრისტიანული სამყარო რაც მეც ვიცნობ ადამიანებს რაც ვიცნობ ხატელოც ვილოცს ხაც შეეხო შენ გაქვს არასწორი წარმოდგენა მესმის სადღაც არა მესმის შენი ხატები და იმის წინ დგება და
ღვთისმშობლო რა ის მარიამო პირობითად მარიამის ხატია, ხო? მარიამი ხატი რა უნდა იყოს კათოლიკური ზოგს არის ზეცაზე შესწხოვო, ხო? ზეცაში შესწხოვო, ხო? აი რაღაც ნახე მაგალითად მე მარიამს რო ვთხოვო რომ ჩემთვის ილოცოს მარიამი რო ვთხოვო რომ ილოცოს შემეწიოს საერთოდ არ მჭირდება მარიამის ხატს რო უყურო ანუ ისედაც უფლისწყალობით უფალს თუ უნდა ანუ ეგ მოხდება ხო გესმის ანუ და ასევე მაცხოვრის მაგალითად მე არ მჭირდება რომ მაცხოვრის რაღაცა გამოსახულებას ვიზუალიზაციით რაღაც ხელნაყეთს უყურო იმისთვის რომ ვილოცო მაგრამ რომ თქვა ეს ანუ არც ეს არ არის პრობლემა მაგრამ ეს საჭიროება და აუცილებლობა არ არის ანუ მე ლოცვა უნდა შემეძლოს ისედაც ჩვეულებრივად ნებისმიერ გარემოში ყველანაირი საგნის გარეშე ანუ ლოცვის დანიშნულება ამას არ აქვს ამას აქვს სხვა დანიშნულება აი სანდრო აგიხსნის მოიცა უყურე მარიამის ვიზუალი რაც იყო 100% დღემდე არის ჩვენამდე მოსული 100% რა ვიზუალი იყო არ მგონია ხო შეიძლება ვაფშე სხვა ვიზუალის სახეზე ლოცულობ ხო ვიზუალს არა აი მეგობრებო ეს სიმბოლო არა ყველა მიცოდეს ანუ სხვადასხვა აი ამ რჩევას სიკვდილისგან გადაურჩემი ვარ ვისგან მოვისმინე მამა თეოდორესგან გავიგე მე მგონი მაგრამ ნუ მამა თეოდორეს მე სხვა წმინდა მამებისგან იცის ეგ და ანუ ყოველ შემთხვევაში არასდროს ლოცვის დროს არაფერს არ წარმოვიდგენ ხოლმე გონებაში რა ანუ მაგალითად მე რო ქრისტეს რამეს შევთხოვ საერთოდ არ მაქვს გონებაში მისი ადამიანური ბუნება ანუ წარმოსახვის უნარს არ მიმართავ ლოცვას და ლოცვა კიდე კიდე უფრო ზემდგომი ზენიტარული კავშირია ჩემს ღმერთთან წარმოსახვის უნარი კიდე მოგესმის სხვა რაღაცა ამიტომ ანუ არა აქვს მნიშვნელობა მარიამის აკურატული აღწერილობა არის თუ არა ეს ხო გესმის მაგალითად შენ მე არ მithkom შენთვის რომ ეს არის არ მithkom რომ აი ეს ქანდაკებარი კონკრეტულად არ გითქმია მაგრამ ვიღაც საზოგადოება არის ხო 80% 90% იმას აკეთებს მე რასაც ვიძახი აი მივხვდი რა სამბობ ანუ ეგ არის კონკრეტული ადამიანის შეცდომა ეხლა ვიღაც შეცდომის გამო მე ვერ გახსნი პასუხს ანუ მე არ მჭირდება შენ რო გითხრა რომ ეს ქრისტეა შენ ასოციატიურად ანუ ასოციატიური აზროვნებით შენ ისედაც აი ამ საგნით მიდიხარ ქრისტემდე ანუ მე არ მჭირდება რომ გითხრა ანუ მე არასდროს არ დაგიწყებ იმის მტკიცებას რომ აი ეს კონკრეტული საგანი ქრისტეს ჯვარცმის აკურატული აღწერილობა ეს არ არის ჩემი არგუმენტი და არც მჭირდება ეს ხო ამისთვის ანუ ეს საგანი არის უბრალოდ ადამიანის მიერ შექმნილი რომელიც მიაგებს პატივს კონკრეტულ სულიერ რეალობას ისტორიულ ფაქტს რომელიც ანუ შენი რწმენის ხელოვნებაში გამოხატვა ასე ვთქვათ როგორც ხატები ასევე რაღაცა კონკრეტული ფიზიკური საგნები ხო და ამიტომ არ გეგონოს ანუ ეგ არასწორად გითხრა ვიღაცამ რომ ხატზე თუ არის ილოცე ღმერთს არის ხატსახე დანიშნულება რომ აუცილებლად მაღაზე უნდა ილოცო ხატის დანიშნულება ეგ არ არის ხატის დანიშნულება არის ხელოვნებაში გადმოსცე შენი რწმენა რაღაცა ხო გესმის რაღაცა მე ვიზუალიზაციით რომ რაღაც კონკრეტული სულიერი რეალობა აკიდებს შენს გონებაში და არა ისო რავი რა ისეთი რაღაცა ეგ ანუ ეხა მესმის ასამ იმიტომ რომ ბევრ ადამიანს ეშლება გავიგე რომ ეგ ეშლება გონიათ რომ ხატზე თუ არ ილოცე ეს ღმერთს არ ესმის და ხატი აუცილებელი ფიზიკური ობიექტია ლოცვის არასწორი რა ვის მესმის რომ ბევრს ეშლება გასაგებია მაგრამ იდეაში რაც არის მართლმადიდებლური დოქტრინა ეს არ არის ანუ ლოცვა უნდა შეგიძლია ნებისმიერ ყველანაირი საგნის გარეშე შიშველტიტველი სადღაც ორმოში რო იყო ჩავარდნილი არა აქვს მნიშვნელობა ნებისმიერ საგნის გარეშე ხატებს აქვს სხვა დანიშნულება აი რაც არის წენი ეს დანიშნულება აქვს რავი ეკლესიაში შედიხარ და მარტო ხატი ხო აი მე აი მარტო ისტორიული ხატი და რაღაცა და რა შუაშია ჯერ ვერ ხვდები ოქრო და ან მიყვარს ხატები ანუ რა გაგებით იცი რომ ანუ ჩემთვის ეხა ეკლესიაში რო შევდივარ და ხატი არ არის აი ჩემთვის არის აი წიგნი თავების გარეშე რა აი ეკლესიაში რო შევდივარ მე ხო აი ხშირად გონება მეფატება აი ეს ხატები აი კარგად ანუ ყოველთვის აი მანერჩ კონცენტრაციის მანერჩუნების რომ აი გააზრებული მაქვს სადوار რა რეალურად ამიტომ აი ეკლესიის მოწყობა ჩემი აზრით აი ხატებით არის რავი იდეალური ან მშვენიერი რა ანუ არ მგონია რომ რამე პრობლემაა ამაში პრობლემა არის ხატები გავიგე მაგრამ მოოქროვილი ამბავი ვერ გავიგე ორი წამი მოოქროვილი მეჩეთები არ გინახავს ან ქააბა რომ მოოქროვილი ფარდითაა გადახურული და მოპირკეთებულია ამაზად როგორც ქრისტიანობაში ვიღაცამ ფული ჩადო ბიზნესმენმა ვიღაცამ ფული ჩადო და მოაკეთა ასევე მუსლიმანებში რომელიც არაფერში არ ჟდება ეგ ჩემში არ ჟდება და არც მუსლიმანებში და არც მგონი ქრისტიანებში არ ჟდება ოქრო და სიმდიდრე საფუნებასთან ვაფშე არ არც ერთი ეკლესია ეგრე არა მოოქროვილი ჩვენს ქვეყანაში ერთადერთი სამებას აქვს მე მგონი
ოქროს სახურავი და ეკლესიაში თვითონ რა ვიცი ოქროს არაფერი არ არის ყველა რომ მილიონერი ცხოვრობდეს ვიღაცები ოქროს ეკლესიებს ააშენებენ უბრალოდ შესაძლებლობის ამბავია მაგ თორე მეგობარო რა მაინტერესებს ბოდიში ბიჭებო ჩაგეჭერის მეგობარო შენ სახელი მითხარი 1-2-3-4 ლუკა გარკვეული ხარ შენ სარწმუნოებაში თუ უბრალოდ დაიბადე მუსლიმანად არა მე მუსლიმანურ ოჯახში დავიბადე მაგრამ რაღაცა იცი მე რაღაცა დავიკითხე მოვიკითხე და ამის შემდეგ რეალურად მუსლიმანი გავხდია ანუ შეიძლება ხო შენთან რო ვისაუბროთ აი უშუალოდ ქრისტიანობაზე და მუსლიმანობაზე ჩვეულებრივად აი ამ კითხვა რო დაგისვა და ამაზე მიპასუხო შეგიძლია ხო ალბათ ბატონო მეგობარო აჭარელი ხარ ისე აჭარელი ვარ კი მისა შეგიძლია რაღაცა კონკრეტული მუხლები რო გითხრა ყურანიდან და შეგიძლია რომ გახსნა ინტერნეტში კონკრეტულად ზეპირად არ ვიცი და იმასთანაც არ ვიცი. არა, ზეპირად ცოტა არ გინდა. ანუ თუ გაქვს ლეპტოპი არა, აქანაში ვზივარ ეხლა. ლუკა, მოდი ლოგიკურად მივყვეთ რა. მოდი ლოგიკურად რაღაცა, ანუ ლოგიკურად იმშალოთ ფაქტები არ გინდა, არ მოუყვან რაღაც ის მუხლები. აი, მოდი ხო კი ბატონო. შენ რა გაინტერესებს მიხარი და მე რაღაც კითხვებს მაქვს და მე გეტყვი. მოდი დავიწყოთ თავდაპირველი არგუმენტი ძირითადად დილემა რაც არის ყურანის დილემით დავიწყოთ. ანუ ყურანი პრობლემა ამ შემთხვევაში ჩემი აზრით ყურანს რაც აქვს და რატომაც დარწმუნებული ვარ რომ ჭეშმარიტი არ არის თავარი პრობლემა რომ ადასტურებს წინა ავთენტურობას თორასი და ინჯილის რა კონკრეტულად მაგალითად უკა შენი ხმა არის მის წესიერად ჩემი ხმა ისმის ჩემი ხმა აი ეხა ისმის როდებ მე მიკროფონი ედება დავალა და ნახე ანუ ყურანი ადასტურებს წინა წმინდა წიგნების ავთენტურობას ეს წიგნები არის თორა და ინჯილი მესამე სურას მესამე აიათში მეშვიდე სურას 157 აიათში მეორე სურას 40-დან 54 აიათამდე მეორე სურას 97 აიათში მეორე სურას 101 აიათში მეორე სურას 46-47 აიათებში 62-ში მოკლედ რა ანუ კიდე ბევრი მუხლია და აი ხინდა გითხრა უეჭველი 61-ს მე-6 აიათში და ეს მექნება 61-ს მე-6 მექნება არგუმენტი იმ მუსლიმებთან ვისაც დებატი უნდა და თუ არიან მეგობრებო აი წინასწარ საქმეს გაგიადულებთ 61-ს მე-6 მექნება ადასტურებს არავინ არ უარყოფს ერთერთი მუსლიმი ვერ უარყოფს რომ ანუ ნაბილად არსებობს დაფიქრეთ ლოგიკურად რა თუ თორა და ინჯილი არის ჭეშმარიტი წიგნები. ეს ხო გამორიცხავს ყურანი და ჭეშმარიტი წიგნები, იმიტომ რომ თორაშიც და ინჯილშიც ყველაზე მარტივი არგუმენტი. ღმერთი არის მამა. და ყურანში ღმერთი არავის მამა არ არის. აი რას ფიქრობ? მოიცა. ქრისტიანობამდე ხო სარწმუნოება არსებობდა? ლოგიკას თუ გავყვეთ, სარწმუნოება ხო არსებობდა? იუდაიზმი. არ გეუბნები წიგნებზე გელაპარაკებ. არა, მოიცა, ლოგიკას მივყვები ახლა რა. ესე იუდაიზმამდე ხო სარწმუნოება არსებობდა? ანუ მოდიოდა სარწმუნოებები, ხო? რატო დაამთავრე ქრისტიანობა? არა, ბოდი შორიჭეთ, ნახე, უყურე იუდაიზმი იყო იმ დროს ერთადერთი სარწმუნოება, რომელიც ერთადერთ მართალ ღმერთს ცემდა თაყვანს, გესმის? შესაბამისად, იუდაიზმის გაგრძელება ქრისტიანობა, მეგობარო, უბრალოდ იუდაიზმი ჩარჩა ჟულში და ქრისტიანობამ ქრისტეაირშია. ნახე მოდიში. იუდეველები ვართ ახლა ჩვენ, აი მე, აი რობერტი, სანდრო და ლუკა. ჩვენ ვართ ნამდვილი იუდეველები, ანუ ქრისტიანები არიან ნამდვილი, ანუ ის იუდეველები, ვინც თავს იუდეველებს უწოდებენ, რეალურად ეგენი საერთოდ ღმერთს უკვე აღარ ადიდებენ, იმიტომ რომ ღმერთი თავიანთი თავისი ბუნებით რაც არის, ღმერთი უკვე უარყოფს, არ არსებულ ღმერთს ეთაყვანებიან. ამიტომ იუდეველობა არ არის არც წარმოშობით, არამედ იუდეველობა მიიღწევა უფლის იესო ქრისტეს წმენით. ამიტომ ჩვენ ვართ ნამდვილი ჭეშმარიტი სარწმუნოების, ეგ არის ჩვენი არგუმენტი, მაგრამ სხვა რაღაც გეუბნებოდი, ნახე, ანუ შენი არგუმენტი ეგ თუ არის რომ რატო გაჩერდა, მაშინ იგივე არგუმენტი იქნება ის რომ რატო გაჩერდა მუჰამედზე, იმიტომ გაჩერდა რომ მიწერია რომ ეს არის საბოლოო გამოცხადება, ვინც რამე სხვანაირად გაჩერდა ერთია, ანუ წერია ერთია და მეორე სასწაულ მოქმედი არავინ არ მოსულა. შენ მე-6 საუკუნის მერე ნახე, ისეთი რაღაც რაც მუჰამედმა სასწაულ მოქმედებები გააკეთა. მუჰამედი არც ერთი სასწაული რო არ გაუკეთებია. ისტორიული წყაროებით ვიცის ბევრი რამე, ხო? ხო, ნუ ჰადისები და ნახე, ანუ აი თავი რა არის, ეხა
შენ ყურანში, ჯერ ყურანში რო ყავს ისა იესო აღწერილი და ჩვენი იესოს ვაფშე სხვადასხვა პიროვნება, მაგრამ ყურანში სასწაულებს ვინც ახდენდა იყო ისა, იესო. და ისა ახდენს ისეთ სასწაულებს, მან სიცოცხლე შექმნა, ჩიტი შექმნა. ანუ ღმერთის შემოქმედებითი უნარი არის პირდაპირ ისაზე მიწერილი და თუ სასწაულების სიდიდეზე არის საუბარი, ისა უფრო მეტ სასწაულს აკეთებდა რა, ყურანიც მაგას აღიარებს და სასწაულის ძალა რა, ჩიტი შექმნა რა დიდი პრობლემაა? ღმერთმა მისცა შენ რომ მოგცეს ღმერთმა ძალა მანქანა შექმნა რაღაც ახალი მანქანა კეთყვი აგიხსნი ნახე ანუ არსებობს ანუ რაღაცა ანუ ორი სახის სასწაული არსებობს და ზოგადად ნახე არსებობს რომ მე მაგ გავლენა უკვე არსებულ სუბსტანციებზე და რაღაც სხვადასხვა საგნებზე სხვადასხვა აქციდენტებზე ანუ შემიძლია რაღაცა სუბსტანცია შეუცვალო აქციდენტია მაგალითად მოსემ გააკეთა რომ სუბსტანციას სხვა შეუცვალო აქციდენტია გაყო შუაზე ესა კი ბატონო ეს არ არის პრობლემა მაგრამ შექმნა ანუ კრეაცია უკვე არის სხვა ტიპის სასწაული ანუ კრეაცია არის უკვე არარსებული რაღაცა სუბსტანციის შექმნა თავიდან ანუ ხო გესმის ეს შემოქმედებითი უნარი არც ერთ წინასწარმეტყველს არ ქონია არც ბიბლიაში არც ყურანში მარტო ისასა ხო მაინტერესებს რატომ მაგრამ მაგაზე შეგვიძლია ვიმშეულთ მაგრამ ზოგადად სასწაული არ არის ანუ საზომი იმის რომ რაღაცა კონკრეტული სარწმუნოება არის ჭეშმარიტი ხო გესმის ეს არის ჩემი არგუმენტი ანუ ჩვენ გვაფრთხილებს ქრისტე მაგაზე წინასწარო გამოჩნდებიან სრულ ქადაგებლები მოახდენით სასწაულებს პირდაპირ ამბობს და არ ერწყმუნოთ ისინი არიან ხვრის ტყავში გადასმული მგლები ამიტომ ანუ ხო გესმის სასწაულით თან მით უმეტეს ყურანში არ გხდება ეს ჰადისები ყურანიდან მერე 300 წლის მერე თარიღდება ყველაზე ადრინდელი ჰადისები ამიტომ სასწაული არ გამოგადგება. ანუ თავარი ჩემი აზრით არის რომ აი ლოგიკური მსჯელობით მიყვეთ ხო მეიდაში. მოიცა ისტორიული წყაროებით ხო გვაქვს მე საუკუნეში ჰადისების გარდა ისტორია ხო? ისტორია ხო იწერებოდა, მუჰამედზე იწერებოდა ისტორია. მაგრამ აი ყველაზე ადრინდელი ჰადისები თარიღდება მე-9 საუკუნეში და მაგიტო გეუბნები. ანუ მუჰამედი გარდაიცვალა 613 წელს. ანუ თუნდაც იწერებოდეს ისტორიულ წყაროებში კონდეს რომ აკეთებდა მუჰამედის სასწაულებს და ასე შემდეგ. ეგრე ბუდისტებიც ამბობენ, ინდუისტებიც, ყველა რელიგია ამბობს სასწაულები ხდებაო, მაგრამ სასწაულის მოხდენა არ არის. აი ბუდისტების მოხდენა, აი რა სასწაულის მოხდენა არ არის ჭეშმარიტების დასამტკიცებელი საბუთი, იმიტომ რომ ეშმაკსაც შეისწევს იმის ძალა, რომ სასწაული მოახდინოს, რომ ადამიანები მოატყუოს, ხო? ისეთი რაღაცა ახლა ანუ მდევარი რო ეკიდებოდა პირობითად აი მუჰამედს რომ მდევარი ეკიდებოდა და ორი ზღვა გაიყო და შუაში გაიარა და სხვა ჩაიკეტა ყურანში არ წერია გავიგე მაგრამ ისტორიულ წყაროებში წერია ხო ისტორია და მეგობა რომ აი მოდი აი არ აღიარეთ ხო მოდი აი ნახე აი თამარაკე რომ უყავდა და რაღაცა ქვეყანა გამვითარდა მაშინ მას არ აღიარეთ ხო ზოგადად ანუ ისტორიულ დოკუმენტებთან გვაქვს ჩვენ მეთოდები რითიც ანუ ადასტურებს რომ ჭეშმარიტია გვაქვს ატესტაცია და მაგალითად ეხლა წერია ბარნაბას სახარება რეალურია ბარნაბას სახარება არ დაუწერია ვიღაცამ დაწერა მე-14 საუკუნეში მაგას ხო არ დაუჯერებთ ხო ანუ იმიტომ რომ დაწერილი ამიტომ ისტორიულმა წყარომ რაღაცა კონკრეტული ისტორიული კვლევის მეთოდები უნდა გაიაროს რომ დაუჯერო მაგრამ ანუ მაგას გეუბნები რომ მიუხედავად იმისა რომ დარწმუნებული ვარ რომ შენი ისტორიული წყარო არ არის მართალი რომც იყოს თქო მართალი მაინც არაფერს არ ამტკიცებს იმიტომ რომ მათეს 24-ში წერია ესეთი რაღაც გიკითხავ ზუსტად სიტყვასიტყვი რადგან აღგებიან ცრუ ქრისტენი და ცრუ წინასწარმეტყველი და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშებს რათა აცდუნონ თუ კი შეძლეს თვითონ ჩეულმიც კი ამიტომ რადგან წინასწარმა გაფრთხილება მე არ მჭირდება ეხლა მაგ სასწაულების ავთენტურობაზე და ვალიდურობაზე გედაო ანუ მაინც არ გაძლევს კრიტერიუმს რომ დამიდასტურო შენი რწმენა მაგალითად მე ხო არ გეუბნები რომ ქრისტიანობა ჭეშმარიტია იმიტომ რომ ქრისტემ პროექტი დააღწია ანუ იმიტომ რომ რაღაცა ხო ეს ანუ ეს არის ჩემი არგუმენტი მაგას რო გავყვეთ არც შენ გინახია თვალით და არც მე გინახია მაგას ნაცერს მივხვდებით ხო ანუ ნაცერს მე მიყვები აჰა ბიბლიას შენ მიყვები ყურანს მოდი რაც გვაქვს ხელთ არსებული იმით ვიმშეო შენ გაქვს ყურანი რომელიც გეუბნება ეს რაღაცას თორა და ინჯილი არის ნამდვილად ღმერთის მიერ მოვლენილი წიგნები მე ყურანის მე-6 სურას 115 აიათი გეუბნება რომ ალაჰის სიტყვა არ იცვლება
ამიტომ რადგან დასტურდება რომ თორა და ინჯილი ჭეშმარიტია და მით უმეტეს ეს თუ მუჰამედის პერიოდში ხდება მუჰამედის დროს თუ ინჯილი ჭეშმარიტი იყო ჩვენ მუჰამედზე ადრე გვაქვს ინჯილის ადრეული ხელნაწერები ამიტომ თუ ინჯილი ჭეშმარიტია და თორა ჭეშმარიტია მაშინ ყურანი ხო ჭეშმარიტი ვეღარ გამოვა და შენ თუ მეტყვი რომ თორა და ინჯილი ჭეშმარიტია და რა 100%-ით იცი რაც პირობითად მუჰამედს ეჭირა ინჯილი და თორა ის ნაწილია შენთან მოსული ზუსტად 100%-ით იცი და შენ ნაწილია რაღაც არ მოხდა აი გიპასუხე მაგრამ აი მაგალითად მე-10 თავის 99 მოხში ალაჰი მიმართავს მუჰამედს შენ თუ ეჭვი შეგიფხრობს იმაში რაც ჩვენ გარდმოგივლინეთ დაეკითხე იმ ხალხს ანუ იუდეველებს და ქრისტიანებს ვინც კითხულობდნენ წიგნს შენამდე ანუ თორას და ინჯილს ეხლა ნახე ანუ მუჰამედს თუ ქონდა თავისი გამოცხადების ჭეშმარიტობის გადამოწმების შესაძლებლობა თორაში და ინჯილში ეს ყველა ვარიანტში მოიაზრებს რომ მინიმუმ მუჰამედის დროს მაინც უნდა ყოფილიყო ეს თორა და ინჯილი ჭეშმარიტი და მე შემიძლია მუჰამედის პერიოდში არსებული თორა და ინჯილიდან რაღაცები წაგიკითხო მაგალითად კოდექს საინათი შენ რო იძახი რომ ერთხეს ხო არ გადმოსულა ხო ერთხეს ხო არ გადმოსულა იგა რა ყურანი ერთხეს ხო არ გადმოსულა არა გადმოდიოდა მაგრამ ეგ მე მეხმარი ჩემ არგუმენტს ამყარებს უყურე შენ არგუმენტს რასაც იძახი ანუ გადმოსლის პერიოდში მთლიანად სანამ შეიკრებოდა მანამდე ხო ჭირდებოდა ამ წიგს გაშლა დამხმარე რაღაც ნაწილები რომელიც პირობითად აცნების რაღაცას რო იმას ამდა რა ქვია ათიმცნების რა შეკრავდა პირობითად მუსლიმი ადამიანი ათნებას მიყვება ხო რეალობაში ათცნებით ცხოვრობს მუსლიმი ადამიანის ხო რაღაც ნაწილი შეიძლება რაღაცებში ვერ ეთანხმები არ უნდა მოიპარო არ უნდა იმრუშო მუსლიმი ადამიანს ამას მიყვება ხო არა თქვენ მრუშობა მაგალითად ჩვენთვის ერთსოლზე მეტი ამიტომ ხო ნუ მრუშობის სხვადასხვანაირი გაგება ხო არა კი ბატონო მურალზე არ ვიდეოთ არ არის პრობლემა მაგრამ ერთი წუთი რაც არ მაინტერესებს ანუ მრუშობას განმარტება არის ანუ ცოლს რომ მოიყვან სხვასთან არ უნდა წახვიდე ან რომ გათხოვდები თალმას სხვასთან არის 2 ცოლი 3 ცოლი 4 ცოლი ეს მუშობაა ჩვენთვის ჩვენი წმენით ხო ის ამიტომ ზოგადად დეფინიციები ხო სუბიექტურია ნუ ობიექტურია როგორც ღმერთი იტყვის ისეა მაგრამ ისე ან ადამიანურ დონეზე იგიხსნი ხო ეს ამიტომ ეხლა თქვა არ იმრუშოზე ჩემთვის მრუშობა ანუ აი 4 ცოლი აი 100 ცოლი 4 ცოლი ახლა როგორ რაღაცა იცი? არის მოდი როგორ რაღაცა იცი? პირობითად ავიღოთ. შეიძლება ესეთი ვითარება იყოს, რომ ჩემი გადასახედი დავიძახე. მოიცა რა ხდება, იცი? ანუ პირობითად ცხოვრობთ ერთ რაღაც სოფელში, კონკრეტულ სოფელში, ხო? კონკრეტულ სოფელში ცხოვრობ და ვართ 25 მამაკაცი და 75 ქალი. ხო. როგორ გაანაწილებ? ანუ ეხლა როგორ გაანაწილებ? ეხლა შენახეთ პრესუპოზიციას იმის რომ აუცილებლად ყველა ვარიანტში ქალი და კაცი უნდა შეუღლნენ თორე არ შეიძლება და რატოღაც რა აუცილებელია რავი მაგალითად რეალურად ეგეთი кейსები ფაქტობრივად არის წინანები და ქალები ყავს არ გაკარებიან მთელი თავის ცხოვრების განმავლობაში არავის რა ეგეთი кейსები ძალიან იშვიათია. ანუ მე რაც მაგას რა ვამბობ. აი გავიგე რომ არა მე მაგით რას ვამბობ, იცი? მე სხვა რაღაცას ვამბობ. სხვა რაღაცამდე მიმყავ. მე 6 საუკუნეში შეიძლება ისეთი მდგომარეობა ყოფილიყო, რომ ქალების რაოდენობა მამაკაცების რაოდენობაზე მეტი ყოფილიყო. ბრძოლებიდან და რაღაციდან გამომდინარე, ხო, პირობითად. და ამის ნებართვა იმიტომ დაერქვა, რომ იყო პირობითად 5 მილიონი ქალი და 1 მილიონი კაცი. ძალიან კაი. ეხლა ნახე, კი ბატონო, ჩვენი. ეხლა ხო იცი რომ ეგრე არ არის. ანუ ქალების რაოდენობა და კაცების რაოდენობა ხო იცი რომ ანუ ეგრე მე მუსლიმი არა ანუ არ მომიყვანია ხო ერთი ცოლი მყავს და ერთი შვილი მყავს და არც ვაპირებ არა ისე გეუბნები ანუ ძალიან ჩავყევით ეხლა ამ საკითხს ანუ ნახე ეხლა არ არის ეგეთ დისბალანსი არც მაშინ არ იყო მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში სიტყვაზე მაგალითად ანუ იდეაში კაცების რაოდენობა ხო აი მაგრამ თავიდანვანებოთ მაგის ალბათობაც ხო არსებობს რაღაცთან გამომდინარე ხო არისო და წინასწარ რომ მე არ იქნებოდა დისბალანსი მაგრამ მაგაზე არ ვიდეოთ რა მოკლედ რაც არ უნდა იყოს გავიდი კაი 4 ცოლი 100 ცოლი მაგრამ კაი გავიდი მაგრამ მომისმინე ხა მე რა მაინტერესებს ნახე ყურანში მიწერია რომ ინჯილი ჭეშმარიტია და თორა ჭეშმარიტია მაშინ ყურანი რანაირად გამოდის ჭეშმარიტი ანუ შენ თუ ეთანხმები რომ ჩემი ბიბლია ანუ სახარება ჭეშმარიტია მაშინ ყურანის რაღაცა გჯერა იმიტომ რომ ჩემ სახარებაში ქრისტე ღმერთია ჩემს ბიბლიაში ახალ ხმაში და
შენს ხო გესმის გეუბნები რა. ახალი სიტყვა მოიტანა მუხამედმა კაცობრიობისთვის, ხო? როგორ? ახალი სიტყვა მოიტანა მუხამედმა კაცობრიობისთვის. აი მე გეტყვი, ანუ არ მინდა ეხლა ვიღაცამ არ მიიღოს შეურაცხყოფას მუსლიმები. ძალიან მიყვარხარ პიროვნულად. თქვენი რელიგია მაგრამ რაღაც გეტყვი. მუჰამედზე გეტყვი რაღაცა ძალიან ხო, ნახე. მაგალითად, აი იმამებს კითხე, აი მე იმამებისგან მაქვს მოსმენილი, რომ რაღაც ტრადიცია არსებობს ესეთი ისლამში, რომ აი ქრისტე რო დაბრუნდება მეორედ, მე მას იგი დაქორწინდება, ხო გესმის და შვილები ეყოლება და ანუ ანუ ნახე როგორი რაღაცა ჩვენ გვიწერია ბიბლიაში პირდაპირ რომ იესოს მეორედ მოსვლა არის როგორც ქორწილი, ანუ იესო თავის მეორედ მოსვლას ადარებს ქორწილს კაცობრიობასთან, იმიტომ რომ ღმერთთან შევერთდებით და მუჰამედს შემეძდა ეს ქონდა მოსმენილი, ვერ გაიგო წესიერად, ეგონა ნამდვილი ქორწილი. და ანუ რაღაცების შეცდომები აქვს დაშვებული, ხო გესმის? ან გეოგრაფიული შეცდომები აქვს კიდე დაშვებული. მაგალითად, ლაპარაკობს ტაძარზე იერუსალიმში, რომელიც არ არსებობდა. აი მართლა დედასწრა, აი ეს არის ისტორიული ფაქტი, აი ტაძარი და მაგისა ღვთისმშობელი სამების მეოთხე ჰიპოსტაზად აღიარა. ანუ ხო, კიდე ამბობდა, რომ ისა მარიამზე ფიქრობდა, რომ იყო წმინდა სამების წევრი სისულელე, მარიამი წმინდა სამების წევრი როგორ არის, ანუ მარიამი არის უდიდესი წმინდანი, რომელმაც იესო შვა ადამიანური ბუნებით. რა შუაშია ღმერთი ხო არ არის მარიამი, ან ღმერთის ჰიპოსტაზის ნაწილი. ხო, ანუ ასევე სამების კონცეპტიც არ ესმოდა. გეოგრაფიულ შეცდომაზე რატომ არის? ანუ ტაძარზე საუბრობ. მარიამს ერთი წუთით მარიამს ცოდვა ექნებოდა თუ არა? ჩემი აზრით მარიამი არ იყო ცოდვილი საერთოდ, ოღონდ იმიტომ რომ ღმერთმა იგი სპეციალურად დაიცვა ცოდვისგან და არა იმიტომ რომ მარიამს შეეძლო რომ არ შეეცოდა არასდროს, ანუ ღმერთმა არაგან დაიცვა, მაგიტომ არ იყო ჩემი აზრით ცოდვილი. დედამიწაზე ვინც არის მოვლენილი ყველა ცოდვილი ხო არის ესეთგან? ანუ აი რას გიხსნი იცი, აი ერთხელაც გავიმეორებ რას გითხარი, ანუ მე არ ვამბობ რომ მარიამი თავისი ძალით დარჩა უცოდველი. მაგის ამჯერა ანუ ღმერთს აქვს შესაძლებლობა რომ ადამიანი ცოდვისგან დაიცვას. ამის მაგალითი გვაქვს წინა წერილში ძველ აღთქმაში. და მე მგონი ამ შემთხვევაში მოხდა როგორი რაღაც იცი რომ იქიდან გამომდინარე რომ იესო უნდა ჩასახულიყო მარიამში, ღმერთმა თავისი ძალით მარიამი ცოდვისგან საბოლოოდ დაიცვა. ანუ ხო არის რომ ჩვენ არ გვინდა რომ შევცოდოთ, მაგრამ ჩვენი ადამიანური ბუნება და მიდრეკილებები გვძლევს და მაინც ვცოდოთ. ჩემი აზრით მარიამი იყო უაღრესად მორწმუნე, აი უპატიოსნესი ადამიანი, რომელიც ღმერთის მოსავი იყო და იგი ღმერთმა ცოდვისგან რეალურად თავისი ძალით დაიცვა და არა ის რომ მარიამ შეეძლო არ შეეძლო, ანუ თავ ღმერთის ძალით მარიამს არ შეუცოდა სამწუხაროდ ცხოვრებაში. ეს არის ჩვენი წმენა. ახლა ვიღაცები არ დაგვეთანხმებიან მაგალითად პროტესტანტები. ამაზე არ დავობ ხა? ადამიანურად ცხოვრობდა, ხო? რაღაც პერიოდი ხო ცხოვრობდა, პირობითად ყანასაც თესავდა რაღაც. ანუ არ არის პრობლემა. რობერტ აუხსენი რომ მაინც შეუძლია ქრისტიანი იყოს მაგის რომ საჯეროდეს. მეც ავეთანხმები, მაგრამ მე ქრისტიანი ვარ ძმაო. ანუ ხო გესმის, ახლა რობერტი არ გვეთანხმება მაგალითად რა, ანუ მე მაქვს არგუმენტები რატომაც მჯერა მაგის წინა წერილიდან გამომდინარე. რობერტს აქვს თავისი არგუმენტები, ჩვენ მე არ ვიცი არ მახსოვს ვისაუბრია თუ არა ამაზე მე და რობერტს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არ არის ისეთი საკითხი, რატომაც ანუ ვაპირებ რომ რაღაცა ვთქვა რომ ამის გამო ეს არ იქნება ქრისტიანად. ანუ კი ბატონო შენ მაგაზე მე რაღაც კონკრეტულ მუხლებს გეტყვი და შენ თვითონ გადაწყვეტე, მაგრამ საბოლოოდ ანუ თავარი რაც გეუბნები რომ ანუ ღმერთი არის რეალურად განკაცებული ღმერთი ქრისტე, ის მამაძე და სულიწმინდა ღმერთი, რასაც ყურანი უარყოფს. ღმერთი არავის მამა არ არისო, ზეომასო არ დაუდგენიაო. და ხო გესმის, რადგან აი ამებს უარყოფს და თან ადასტურებს რომ ის წიგნი ჭეშმარიტი იყო, მე მგონი აქ შეცდომებს ხედავთ დაშვებულს, ხო გესმის რა. და ამიტომ აი რას ფიქრობ, აი როგორ ჯდება, რანაირად შეიძლება ლოგიკაში ჩასვა. არა. შენ როგორ რაღაცა იცი, ანუ პერიოდებში ხო გადმოდიოდა, მე იმას ვაგრძელებ ახლა რა თქმა უნდა, ანუ რაღაც წლების განმავლობაში ხო გადმოდიოდა ყურანი. პირობითად რაღაც ერთი წლიდან მეორე წლამდე, ხო? კი ბატონო. დასრულებული არ იყო. ვიღაცა რო წაიკითხავდა იმ ნაწილს, პირობითად დაინტერესდებოდა, წაიკითხავდა, აზრი ვერ გამოიტანდა, ხო? ხო, მაგრამ მე და ბიბლიიდან და დაეხმარა. და მე იმას ვიძახი, ანუ მე რას ვიძახი, იცი, რაც არა, მუჰამედს რაც ეჭირა პირობითად ბიბლია, ხელში, იმდროინდელი მე-6 საუკუნის ბიბლია. და ის ბიბლია შენამდენ არის მოღწეული 100%-ით, იცი? ის რა ბიბლია? მაგაზე ძველი არის, მეგობრო, აი აუ რაღაცა შუაში არ არის, რასაც მეკითხები, ანუ მაგალითად
მე შენ რომს გამოყვე ხა შენ არგუმენტზე მინდა რომ გამოყვე აი მე დარწმუნებული ვარ 100% არის ჩემთან მოსული მაგრამ მოდი აი შენ დაგეხმარები ხავიდან მოვუდა დაუშვათ არ ვარ მე დარწმუნებული მაგაში არ არის პრობლემა მაგრამ პრობლემა არის სხვა რაღაცაში შენ წიგნში იწერია რომ იგი იყო ჭეშმარიტ წიგნები და რადგან მე 1094 მუხლი იმიტომ გიხსენე რომ ალაჰი მუჰამედს მიმართავს რომ თუ ეჭვი შეიპყრობს ყურანში ან იმ გამოცხადებაში რაც მან მიიღო დაეკითხოს იმ თორას და ინჯილს ხო გესმის და თორას და ინჯილს თუ გავეკითხები და თორათი და ინჯილი თუ გამსჯი მე ყურანს ხედავ რომ მე ყურანი ურთიერთწინააღმდეგობაში არის ამ თორასთან და ინჯილთან ეს არის საბოლოო არგუმენტი ეხლა თორაზე და ინჯილზე ყურანში ლაპარაკი რო არ იყოს საერთოდ არაფერს არ გეტყოდი და კი ბატონო მე ეს სხვა არგუმენტების მოყვანა მომიწევდა მაგრამ რადგან არის ლაპარაკი ხო გესმის ანუ როგორ უნდა დაახსნო ანუ შენი გადასახედი და შენ ბევრგან მოდი შენ გამოსწორე რომ ეშმაკეულისა ყურანიო და რატო ისაუბრებდა პირობითად ყურანი რატო ისაუბრებდა თუ ეშმაკისა პირობითად რა ამდენი სიმაზე რატო ის მოიწერთებდა რატო იტყოდა ბიბლიაზე ამდენ რაღაცას რატო იტყოდა მარიამზე აი სანდრო შენ რას ფიქრობ უთხარი და მე მაქვს საინტერესო პასუხი აბა სანდრო ვიცი ახლა შენ რას მეტყობს მე მაინტერესებს სანდრო რას ფიქრობს იმიტომ რომ რაღაც საუბარია მაინტერესებს რას ფიქრობს შეგიძლია კითხვა ხელახლა კარგად გამიმეორო მე გაგიმეორო მის კითხვას თუ ყურანი რეალურად არის ანტიქრისტესეული და ანუ სატანისტური ნიშნავს მოწინააღმდეგეობას ღმერთის ანუ დეფინიცია ეგ არის სატანისტის მაშინ რატომ არისო კაცო ახსენები თორა და ინჯილიო მაშინ რატო ახსენებდაო საერთოდ თუ სატანისტური არის ნუ მეც მაქვს რა მაგაზე პასუხი მე მაქვს პასუხი მაგაზე რაც არის რეალურად პასუხი ჩემი აზრით მაგაზე მაგრამ კიდე სხვა თეორიაც მაქვს მაგრამ ნუ მე გაგცემოდი მაგაზე პასუხი იმიტომ რომ შენი პასუხი მოსმენილი მაქვს იმას რომ გითხრა და აი მუჰამედი როგორი თემა იცი რომ მუჰამედი მიმართავს კონკრეტულ ადამიანებს. იქ არის ყურანში იუდეველების მიმართვა, იქ არის ქრისტიანების მიმართვა. ანუ რამდენიმე ვარიანტი ამ ადამიანს გულწრფელად ეშლებოდა. მართლა რაღაცეები შეიშალა, ანუ პროგრესის, ანუ მართლა ეგონა რომ რაღაცა ღვთაებრივი გამოცხადება ჰქონდა და რაღაცა მოიქნა. ან მეორე ვარიანტი, რაც უფრო მეტად მგონია, მაგრამ ორივე შესაძლებელია, არ არის პრობლემა, ორივეს განვიხილავ. ან ხო გესმის, ანუ მან სპეციალურად შეგნებულად გააკეთა ესე და სხვათა შორის, ნუ ჩვენ ვიცით, რომ ეშმაკი ზოგადად ადამიანთან არ მოდის, ანუ როგორ მოდის, იცი რომ შეფარვით მოდის, ეხა შენ მაგალითად ეშმაკი რომ შეგაცდენს, რომ რაღაცა ცუდი გააკეთო, კი არ გეტყვის მაგ ცუდს ამოყვება, აი გეტყვის რომ ეგ კაია, მიდი ამე ყველა შეგაქესებს. აი მაგალითად. აი ესე მოდის. რომ ქრისტიანს უფრო მარტივად გადაიბერებ ორი წამი ქრისტიანს უფრო მარტივად გადაიბირებ ისლამში თუ ეგეთ რაღაცებს აჩვენებ სადაც საიმავეთად ყურანი აღიარებს რომ კი ბიბლია სწორი წიგნია ღმერთისგანა მოვლენებული და ასე შემდეგ რა თქმა უნდა ქრისტიანი სიმართლეურებია რაღაცა მცირე აუ ძალიან კაი რაღაც თქვა რა სანდრო იდეაში ხო ანუ უკეთესად ჩამოაყალიბა ის თქოს მინდა ხო ეგ არის ვერ გავიგე ახლა კაიმერ თუ შეიძლება აი პასუხი გაგცა ძალიან რა ანუ ეგ არის საბოლოო პასუხი რა თქმა ვერ გავიგე სანდრო გაიმეორე რაც უთხარი რა მოკლედ ორი ვარიანტი არის რა როგორც ნეო თქვა მაგის რაც თქვი გეხოცებ ზუსტად გაიმეორე ძალიან კაი რაღაც თქვი რა შენაც თქვი მოკლედ ასეთი თემა არის შესაძლებელია მუჰამედმა ეს ყველაფერი იმიტომ დააწერინა ყურანში რომ ქრისტიანი და ებრაელი ადამიანების გულის მოგება უფრო მარტივი გამხდარიყო. როდესაც უცოდინარი ადამიანი, ქრისტიანი ან თუნდაც იუდებელი წაიკითხავდა, რომ აგერ ყურანში წერია, რომ უი მართლაც ჩემი წიგნი ღმერთისგან არის მოვლენებული და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი მათ გულებს მოიგებდა და ასე ვთქვათ, უფრო წააქეზებდა, რომ ისლამზე დაფიქრებულიყვნენ და მიეღოთ ისლამის სწავლებები და ყურანი. აი მაგალითად, ანუ ცხოვრების წევსა, მაგალითად, ანუ მე ისლამი მეუბნება, რომ ყოველი დილა დაიწყე ღმერთის თხოვე, ყოველი საქმე დაიწყე ღმერთით. ანუ ეშმაკი იმას მეუბნება, რომ ყოველი საქმე ღმერთით დაიწყეო, მაგას მეტყვი ყოველი საქმე. მეგობარო, გავცემ, მეგობარო, არ მინდა რომ ლაიში ვახტენ. დავამთავრები ერთად, ნოე დავამთავრები. კაცმა წერა კითხვა არ იცოდა, ხო? წერა კითხვა არ იცოდა და გრამატიკულად გამარტული რაღაცა წერია, რომელიც ყურანის სახით არის. მისი დაწერილი არ არის, მისი დაწერილი არ არის. ძალიან ხო ამაზე. ხო? ძალიან. რომელსაც არ არის გამიშლობა, ანუ წერდნენ აბდულა იბნ მასუდი, უბაი იბნ ქაბი, მუალია იბნ აბუ სუფიანი და ვიღაცა, მაგრამ არ სხვა რაღაც გეუბნები, ნახე, მაგალითს მოგიყვან.
ადამიანი დაიჭირეს, ცნობილი რეპერი, არ მინდა რომ სახელი თქვა ლაივში, გეცოდინება, პ-ზე იწყება და დ არის მეორე სახელი, პ დ-ზე მეორე სახელი. აი, ვიდეოს განახებ ძმაო, ყოველ დილას აი ღმერთს მადლობა რომ გავიგუძეო ამბობდა. Hello, thanks God for another day და რაღაცებს ამბობს. ეხო არნიშნავს, ანუ ნახე, აი იმენა სატანისტები რო არიან, აი დოჯა კეთი სიტყვაზე. აი დოჯა კეთი stage-ზე გამოსულა და მადლობაო ღმერთსო უთქვამს, მაგრამ ხო იცი რომ სატანისტია. ან სემ სმიტი ხო იცი რომ სატანისტია. მე რო ღმერთს მადლობას ეუბნება. ბევრი რელიგია ხადა. ხო არ არის ღმერთს ჩამოშორებულია საერთოდ, ანუ ეგ ღმერთით მიმართავენ ისინი ეშმაკს და მოდი ანუ არაბული ცი? არ ვიცი. ლუკა, გთხოვ უპასუხებ რა. მეგობარო, შენ იყენებ იმ არგუმენტს ისლამის გასასამართლებლად, რომ გასამართლებლად უფრო სწორედ, რომ ისლამი ხადაგებს კარგ რაღაცებს, მორალურად და სწორ რაღაცებს. ბევრი რელიგია არის. სუტრას ხადაგებს. ისლამის სუტრას ხადაგებს. ორი წამი. მანდაც მივოთ ჯერ ამ პირველ რაღაცას ვიტყვი. ბევრი რელიგია არის ამ ქვეყანაზე, თუნდაც ინდუიზმი, ეს იუდეიზმი, რომელიც გადაიზარდა ტალმუდის თაყვანისმცემლობაში, თუნდაც დღევანდელი სატანიზმი და ასე შემდეგ. რო ჩავიხედოთ ამ რელიგიებში, მართლაც ძალიან კარგ რაღაცებს გვიქადაგებს, რომ ერთმანეთი გვიყვარდეს, ადამიანებს თავისუფლება უნდა ჰქონდეთ და ასე შემდეგ და მართლა ბევრი კარგი რაღაც არის, მაგრამ ამ კარგი სწავლებებით ჩვენ არ უნდა მოუტყუვდეთ, იმიტომ რომ ამ კარგი სწავლების მიღმა უკან იმალება საშინელი დემონი და ასე ვთქვათ, მტყუილი. ისლამი რომ კარგ რაღაცებს ხადაგებს, რა თქმა უნდა, კარგი არის, მაგრამ ამ კარგი რაღაცების მიღმა იმალება დიდი მტყუილი და ასევე გარდა კარგი რაღაცებისა, ისლამი ცუდ რაღაცებსაც ხადაგებს. მაგალითად, პედოფილიას ეთანხმები თუ შენ თუ არა მეგობარო? პედოფილიას არ ვეთანხმები. ხო, მაგრამ სანდრო ჰადისებში ვერ ერკვევა ეგრე ძალიან. არა, ხოდამდე მიდიხარ უხდები. ერთი წუთით მიდი გაგზელე ერთი რაღაც მაგალითად. ჰადისში არ არის. სხვა რაღაცაზე გადაგაკ, სხვა რაღაცაზე გადაგაკ. ერთი წუთი მოე დაამყაროთ. ერთი წუთი დაამყაროთ. ის მაინტერესებს თუ ის უნდა თქვა ერთი და პასუხი რა კიდევ. აიშაზე ამბობ, სანდრო? არა, აიშაზე არ ვამბობ. ყურანში ვამბობ 65 თავის მე-4 მუხზე. ვიცი, მაგრამ ეგრე კარგად არის ის რომ მაღაზი კონტექსტში ჩამოყვეს რა, ანუ ხო ეს ერთი და თქვას დაამთავროს რა. ანუ ბევრი ცუდი რაღაცა წერია მოკლედ ჩვენს ყურანში, კარგი რაღაცების გარდა სამის თქვა მინდოდა. ეს უბრალოდ დაწერია მაგრამ ამბობდი. პედოფილიაზე ხო, ეგ მუხლი, ასე ვთქვათ, ამართავს პედოფილიას. მან დაწერილია, რა პერიოდი უნდა გაჩერდეს მამაკაცი მის დაშორებულ ქალთან, რადგან არის იმის რისკი, რომ მისი, ასე ვთქვათ, ყოფილი ცოლი არის ორსულად და მან წერია ისეთ ქალბატონებზე, ქალებზე, ან საერთოდ ბავშვებზე და გოგოებზე, რომლებიც ჯერ მენსტრუალურ ციკლი არ ქონიათ. ანუ გამოდის, რომ მამაკაცს შეუძლია დაამყაროს სექსუალური აქტი ისეთ ბავშვთან, ან გოგოსთან, რომელსაც ჯერ მენსტრუაციული ციკლი არ დაწყებია. კონკრეტულად ეს წერია თუ როგორ წერია? წლივანობას თუ განსაზღვრა უყურე შენ წლივანობით აგერ მაგ ახსნილი რა სხვა. ანუ არაბეთში პირობითად მე-6 საუკუნეში შეიძლება 9 წლის იქ თუ 8 წლის იმას თუ განსაზღვრავს 8 წლის გოგონა რა აღნაგობის იყო არ იცი ხო? ორი წამი. თოჯინები თამაშობს. ხო, მაგრამ თოჯინები კაით რა მეგობრებო, თოჯინები ევოლუცია. ეხლა ნახე მეგობრებო, ნახე ბიოლოგია უფრო კარგად ვიცი ვიდრე თეოლოგია, ეხლა მე ძალიან კარგად ვიცი ეს საკითხი, ანუ არ მინდა რომ ძალიან ჩავიძვე. წაგიკითხავ რაც თქვა სანდრომ რა 65-ეს მე-4 იყო. ნახე თქვენს ქალთაგან რომელსაც ქალთა წესაგან იმედი ამოეწურა თუ დაეჭრები დადგენილ საუბარზე, ბად არის ამით როგორც იმათთვის, ვისაც ქალთა წესი ჯერ არ ჰქონია. და ისინი წარმოიდგინე ბიჭო, აი ქალთა წესი ანუ ხო ეს რას გულისხმობს პერიოდს რა? შეიძლება 18 წლამდე არ მოვიდეს და 20 წლამდე, ხო? შეიძლება მოვიდეს, რა ვიცი, და 10 წლის რო ხარ, ანუ აი ხო გესმის, ანუ აი როგორი რაღაც წერია, იცი, აი ან არის
რაღაცა კატეგორიული შესაძლებლობა დაშვებული ეგჯობია იყოს ვიდრე პირდაპირ მივიღო რაღაც წერია ხო ეს მაგრამ საბოლოოდ რაღაც მინდოდა ერთი მუხლი მინდოდა რომ მე წამეკითხა ყურანიდან არაბულ ენაზე იმიტომ რომ ქართულ ენაზე აზრი არ აქვს წაიკითხო 112-ს პირველი და მეორე 112 აიეთის 112 სურას პირველი და მეორე აიეთის წერია ისეთი რაღაცა ყულქუ ალაჰ ახად ალაჰუ სამად ყულქუ ალაჰ ახად ალაჰუ სამად აი ეს სამად სიტყვა აი მაგალითად ტაფსირები მაქვს წაიკითხული სამად რა არის აი ყურტუბის ტაფსირი რო წაიკითხო ან იბნ ქათირის ეს სამად რა არის ზუსტად არიციან და მე გეტყვი რა არის სამად ეგ სიტყვა ანუ აი ეგ სიტყვა აი მაგ სიტყვის ეტიმოლოგია რაც არის გამოყენებული ჩვენი რიცხვის წიგნში 33 თაუს მეხუთე მუხლში როგორც მახსოვს ანუ სამად იყო ბალი იყო ძველი ღმერთი ვისაც ეშმაკი ანუ ვისაც თაყვანს სცემდნენ ვისაც აღმერთებდნენ ბალის ჯოხს ერქვა ეს სამად აი ბალს სამად აი ეგ ერქვა პირდაპირ წერია ხო ეს სამიტომ ეხლა არ მინდა რომ რაღაცა ვინმე არ მინდა თავში ეურაცხყოფილად იგზოს ანუ მე პატივს ვცემ მუსლიმებს პიროვნულად ყველას და მეგობრები მყავს და მიყვარს და არ ვამბობ რომ რაღაცა გააზრებულად აკეთებენ ამ ყველაფერს ანუ მართლაც კაი ადამიანები არიან ძალიან ბევრი მუსლიმებს ვიცნობ ვინც აი მორალურად ძალიან მაგრა ცხოვრობს მაგრამ თვითონ რწმენის სისტემა რასაც მიყვებით ანუ არის არაჭეშმარიტი ანუ ჭეშმარიტი არის ჩვენი სარწმუნოება ეს არის და საბოლოო არგუმენტი ვინმე თავში ეურაცხყოფილად რო არ იცოს უფალი ესოფისტე შეგეწიოთ სიყვარულით ვამბობთ ამ ყველაფერს და არა იმიტომ რომ ვინმეს დისკრიმინაცია მოახდინოთ ანუ მუსლიმის ან ნებისმიერ სხვა სარწმუნოებას რავი შევხვდებით იმ ქვეყნად და გავარჩიოთ მე ვიყავი მართალია იმედია სანამ შევხვდებით იმ ქვეყნად დახმარებით შევხვდებით იმ ქვეყნად და რომელი მართალია უკვე იმედი მაქვს სანამ შევხვდებით იმ ქვეყნად იმედია უკვე მე და შენ ძმები ვიქნებით ქრისტეში ამ ქვეყნებულ ცხოვრებაში შემოგევლით თმაო უფალი იესო ქრისტე ხარობდეს და სხვა დროსაც ვისაუბროთ შემოგევლით ბულში